ახლა ვარ ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში. ეს სოფლები მთელი ხობის რაიონი სათითაოდ 20-20-ში მაქვს მოვლილი ფეხით ყველა ოჯახში ვარ ნამყოფი. ერთ დღეს აქვს დავდიოდი და გია მითხრა რომ აგერო ეხაო კაცრო დაინახავო მანდო მაგასო გიგაბოკერია მოწონსო ძალიანო და ეხა სიმართლე გითხრათ ღრმა სამეგრელოში გიგაბოკერიას მომწონებელის დანახვა პროაქტიურის გამიკვირდა და გამოველაპარაკე ამ კაცს და შენ ხო თამარა ხარო ტაბულას რედაქტორიო მითხრა და კი მეთქი მე რა ბაზარიო არ უნდა არეგულირებდესო და ვა გამიკვირდა ეხა ხო დამიწყო მოყოლა ისტორიის თურმე მთავრობას მაშინ 20-20-ში აუკრძალავს 100 კილომდე პირუტყვის უცხოეთში გაყიდვა. და საქმე ის არის რომ აქ მეცხოველეობით ირჩენს თავს ხალხი, რაღაცა კამეჩები, ძროხები ყავს და მე ხბოებს აზერბაიჯანელებზე, ირანელებზე, მოკლედ უცხოელებზე ყიდნენ კარფასად და ენვერი ამბობდა რომ ჩემ შვილიშვილებს ამით ვეხმარები, ვინახავ თბილისში, იმიტომ რომ ფულს მიტოვებს და მოკლედ თურმე მთავრობას აუკრძალავს 100 კილომდე პირუტყვის გაყიდვა და უარდებოდათ თავიანთი ესეთი რაღაცა მიკრობიზნესი. კვანცამ მითხრა რომ გავასაჩივროთო და გავასაჩივრეთ მართლა საკონსტიტუციო სასამართლოში წავიღეთ და მაშინ აუქმებდა მთავრობა ნორმას და იგივე შინაარსის ახალ ნორმას იღებდა. არ ვიცი რა მოხდა და რატო მოხდა, მაგრამ ერთი რომ მთავრობა შეუზღუდა საკონსტიტუციომ იგივე შინაარსის ახალი ნორმის მიღება და საკონსტიტუციაში შესაბამისად საჩივარი დარჩა. და ამას გარდა მოვიგეთ ეს საქმე და ბატონ ენვერს მოვინახულე დღეს და გაუგრძელებია უკვე ისე ვაჭრობა კამეჩების და ზაქების ბიზნესი აქვს და ყიდის უცხოელებზე. ბიზნესი რა, ანუ კიდევ ამბობ, ლაპარაკი არის 5-6 კამეჩზე და არა მეტზე. რაც შეეხება ვახტანგს, გაუპარტახდა ბიზნესი და ახლა სხვასთან ცხოვრობს, შეკედლებულია და იმის საქონელს უვლის, იმიტომ რომ სანამ ხელისუფლებას აკრძალული ქონდა მისთვის საკუთარი ბიზნესის წარმოება და უცხოელებზე ნორმალურ გაყიდვა, ამას გულის პრობლემები დაეწყო, ოპერაცია დაჭირდა, არ დაუფარა ბოლომდე დაზღვევა ხარჯები და ბანკის ვალები დაედო და მოუწია გაყიდვა საქონლის. ეს ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია, იმიტომ რომ მე ღრმად მჯერა რომ პოლიტიკა ლოკალურია და ზუსტად აი ესეთი პრობლემებისგან შედგება, როგორ ყიდის გლეხი ბოჩოლას, როგორი წყალგაყვანილობა აქვს ამა თუ იმ სოფელს, სანიაღვრეები როგორი აქვს ამა თუ იმ ქალაქს, იმიტომ რომ ამ საკითხებისგან შედგება საბოლოო ჯამში პოლიტიკა და იმისთვის რომ ადამიანებმა საკუთარი თავი იპოვონ პოლიტიკაში, პოლიტიკა უნდა შედგებოდეს მათი პრობლემებისგან. ასე თუ ისე, თავისი პრობლემების მოსაგვარებლად, გლეხი მაინც რეჟიმთან მიდის, მთავრობასთან მიდის, გამგებელთან მიდის მოსაგვარებლად და მაინც იმას ელაპარაკება. რაც შეეხება ოპოზიციას, მთელი ამ ხნის განმავლობაში მოწყვეტილი იყო ხალხის პრობლემების და ფედერალისტები სწორედ ამის გამოსწორებას ვცდილობთ და ვთვლი რომ აი ესეთი ისტორიებისგან უნდა იქმნებოდეს პოლიტიკა.